გამარჯობა, მე ლილუ ვარ. რამდენიმე საათში ახალი წელი დადგება და ახლა დროა განვილი წლის ყველაზე სკანდალური და საინტერესო ამბები გავიხსენოთ. სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი და შარლოტა ჰელენი დაინიშნენ. ქართველი ჩოგბურთელის მომავალი ცოლი გერმანელი სპორტსმენია. მედიის განხილვის თემაა UFC-ს ჩემპიონის ილია თოფურიას განქორწინება. ოჯახის დანგრევის ზუსტი მიზეზი უცნობია. ქართველმა ჩემპიონმა 2026 წლის პირველ კვარტალში ჩხუბზე უარი განაცხადა. ქმარს დაშორდა თამო ვაშალომიძეც. ფოტომოდელი და ბიზნესვუმენი განქორწინების მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ერთ-ერთი ფაქტორი საერთო მიზნების არარსებობა იყო. გასული წლის სკანდალებს შორის იყო ფოტომოდელის ალექსანდრე პაიჭაძის მოულოდნელი პოსტიც, რომლის მიხედვით ის მისი შვილის მამის დავით კოდუას დედამ სახლიდან გამოაგდო. თავად ლაურა ღაჭავამ ბრალდება უარყო. ტაბლოიდების 2025 წლის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ყოფილი მეგობრების ია ფარულავასა და ციცინო შურღაიას კონფლიქტი. პლასტიკური ქირურგი და მსახიობი და ტელეწამყვანი ერთმანეთს ბრალდებებს ბინის ყიდვა-ღაყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე უყენებდნენ. ნეტ აპორტერის დამფუძნებელმა 60 წლის მილიონერმა ნატალი მასენიმ ყოფილ ბოითრენდს მეძავეებთან ღალატის გამო სასამართლოში უჩივლა. წლის გამორჩეულ სკანდალად იქცა Coldplay-ის კონცერტზე შემთხვევით გადაღებული კადრები, რითაც ასტრონომერის დირექტორი ღალატში გამოიჭირეს. კაცმა საჯაროდ მოუხადა ბოდიში მეუღლესა და შვილებს. ტაბლოიდების განხილვის თემა იყო ბეზოსისა და სანჩესის საუკუნის კორწილი. 27 კაბა, სამდღიანი ზეიმი და სპეციალურად კორწილისთვის დახურული ვენეცია. მე საუკეთესო ახალ წელს და ბედნიერ განწყობას გისურვებთ. შეხვედრამდე.